რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა 88-ით 54-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. კიდევ ერთხელ გაგაცნობთ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. პირველი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკური გუნდი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ამავე დროს ის იქნება ვიცე-პრემიერიც. კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ამავე დროს ენერგეტიკის მინისტრი, სასჯელ აღსრულების სამინისტრო სოზარ სუბარი, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, ტოლულთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. გარდა ამისა, სამომავლოდ ეკონომიკის სამინისტრო შეუერთდება ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები. მას შემდეგ კი რაც ოფიციალურად გაუქმდება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კახა საკანდელიძე საქმიანობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს. ასევე სამომავლოდ ეკონომიკის სამინისტრო შეუერთდება ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი რესურსები. შექმნილი მასშტაბები და შემუშავდება მათი პოლიტიკა